მოგესალმებით ჩემო კარგებო, მოგესალმებით ჩემო ერთგულებო. იმედია ყველანი კარგად ხართ. მოვედი თქვენთან მორიგი საჯარო გაშლით. დღეს გვექნება საინტერესო გაშლა. თვალსაზრისით რომ სახელწოდება არ ექნება, იქნება სამი ვარიანტი და აირჩიეთ და მოусმინეთ შეტყობინებას თქვენთვის სამყაროსგან. მაშასე გვექნება სამი ვარიანტი, მე ხა დავალაგებ მინერალებს, აირჩიეთ ერთ-ერთი მინერალი, შეგიძლიათ რა თქმა უნდა სამივეს მოусმინოთ. ვიღეთ გადაწყვეტილება თავად, აირჩიეთ ან ერთი, აირჩიეთ ან ორი, ან სამი, როგორც გსურთ მოკლედ. პირველი ვარიანტი იქნება ამეთვისტო, მეორე იქნება ფირუზი და მესამე იქნება ვარდისფერი კვარცი. აი ესე სამი მინერალი გვაქვს და აირჩიოთ უნდა ერთ-ერთი და ვნახოთ როგორი შეტყობინება მოდის თქვენთვის სამყაროსგან. მე მგონი საკმარისი დრო იყო. აქვე შეგახსენებთ სამდე დავიწყებ გაშლას, რომ ვისაც სურს ჩემთან პირადი კონსულტაცია, უნდა მომწეროთ, არ მირეკავთ ტელეფონის ნომერზე, უბრალოდ უნდა მომწეროთ WhatsApp-ში ან Viber-ზე ნომერზე 511131818 და ასევე შეგიძლიათ მომწეროთ ტარო სამყაროს Facebook გვერდზე Messenger-ში. მაშასე დავიწყოთ პირველი ვარიანტით. პირველი ვარიანტი გვაქვს ამეთვისტო. და ვნახოთ რა შეტყობინება მოდის თქვენთან სამყაროსგან. იცით რა არის, მე მგონი თქვენთვის ან უკვე განმარტოვებული ხართ რაღაცნაირად. ან გჭირდებათ ეს განმარტოვება. როგორც ჩანს, ყველაფერი რაც ხდება ეხლა თქვენს გარშემო, ალბათ ეს უფრო ქაოსს გავს, ხო? არეულობას, სიმშვიდე აქ ნამდვილად არ არის, ხო? რაღაც ძალიან ბევრი საკითხის გადაწყვეტა გიწევთ შეიძლება ერთდროულად, ძალიან ბევრი პრობლემა შეიძლება იყოს. მოკლედ, ძალიან დიდ ხმაურში ხართ, მოდით ესე ვთქვათ, ხო? მე რა თქმა უნდა არ გულისხმობ ხა იმ ხმაურს, ხო? რაღაცა მუსიკა როა ჩართული და ასე შემდეგ. ზოგადად ცხოვრობისეულ ხმაურში და ურზაურში ხარ და თითქოს თქვენთვის აუცილებელია რაღაცა განმარტოვება, ლოცვა, რაღაც ენერგიის წმენდა, სიმშვიდის მოტანა თქვენთვის, ხო? იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქ ჩანს რომ არიან ადამიანები, რომლებიც თქვენზე ცდილობენ რომ გავლენა მოახდინონ. მე აქ ეხლა სიტყვიერ გავლენაზე მაქვს პირველ რიგში საუბარი, გულისხმობ რას, ხო? შეიძლება რაღაცა თავის აზრს თავს გახვევენ, ან იძულებული ხართ რომ სხვისი, ეს შეიძლება იყოს მეუღლე, ეს შეიძლება იყოს დედა, ეს შეიძლება იყოს შვილი, ხო? რომ სხვისი გავლენის ქვეშ იყოთ, სხვის ცხოვრებას მოერგოთ, სხვის ქცევებს მოერგოთ, ხო? ანუ იძულებული ხართ თითქოს, შეიძლება მათ შორის რაღაცეებზე თვალი დახუჭოთ და მოიქცეთ, რომ ვითომ აი არაფერი არ ხდება და ნუ აი აყვეთ, ხო? სხვის ნაბიჯებს, სხვისი ცხოვრებით იცხოვროთ და ეს ადამიანები ან ადამიანი კონკრეტულად ცდილობს რომ თავისი დღის წესრიგი დააწესოს თქვენთან, ხო? თქვენს ცხოვრებაში. თქოს აი ამის იძულების ქვეშ ხართ. თქვენ კი ძალიან ცეთი საინტერესო სული ხართ, საინტერესო ადამიანი ხართ და თქვენთვის სიმშვიდე, სულიერი სიმშვიდე, ისედაც აი ფიზიკური სიმშვიდე ძალიან მნიშვნელოვანია. გიყვართ ჰარმონია, არ ვიცი, შეიძლება ძალიან გიყვართ ბუნებაში გასეირნება, ჩიტების ჭიკჭიკი, მცენარეები, ხო? ანუ თქვენთვის სიმშვიდის ფასი ძალიან დიდია, ძალიან გიყვართ და ეხლა სამწუხაროდ ამას ვერ აღწევთ, ხო? აი იგივე ეს შეიძლება იყოს, მიხვდებით, ხო? მე თქვენ სიტუაციას მოარგებთ. შეიძლება ეს იყოს იგივე მაგალითად ადამიანი, რომელიც თქვათ მომლელად მუშაობს, ხო? მაგალითისთვის რომ მოვიყვანო, ემიგრანტები ბევრი მისმეს და ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამისთვის, ხო? და თითქოს ხო არაფერი ერთ ადამიანს უვლის, მაგრამ უბრალოდ მოსვენება არ აქვს, უბრალოდ დასვენება არ აქვს და აი ყველა მხრიდან, ყოველ მხრიდან აი ეს ხმაური ბჭყალებში
ხმაური, სულ შეწუხება, სულ რაღაცა, სულ აი შეიძლება თქვენთვის რაღაცა გინდათ, ხო, გააკეთოთ და არა, მოდი ახლა ჯერ სხვას უნდა გავუკეთოთ, ჯერ სხვას ჭირდება და ასე შემდეგ. სამყარო გეუბნებათ, რომ ეს თქვენ არ მიგიყვანთ კარგთან, არაფერთან, აუცილებლად გჭირდებათ თქვენ დასვენება, აუცილებლად გჭირდებათ განმარტოვება, აუცილებლად გჭირდებათ, აი თქვენ გონებას ვეღარ უსმენთ უკვე. დიახ, თქვენ ფაქტიურად უკვე აი იმ რეალობის მარიონეტი ხართ, რომელშიც ხართ მოქცეული. ხო? და აი ეს რეალობა, რომელ რეალობაშიც თქვენ ხართ მოქცეული, ეს თქვენი რეალობა არ არის. თქვენ ამ რეალობის მიღება ძალიან გიჭირთ, მაგრამ თითქოს სხვა გზა არ გაქვთ. და გამოსავალი არის იმაში, რომ თქვენ უბრალოდ რაღაცნაირად აი უნდა მოახერხოთ, როგორ რა არის. აქ კიდე ნახეთ რას გვიჩვენებს. ასევე გვიჩვენებს, რომ პირველი ვარიანტი. შეიძლება თქვენ თავი ყავთ ჩაფიქრებული, შეიძლება სხვა ვინმე ყავთ ხო ჩაფიქრებული, არ ვიცი ეს თავში ვთქვი და არ დამავიწყდა, მაგრამ აქ კიდე აჩვენებს, რომ ენერგეტიკული გავლენის ქვეშაც იმყოფებით, ან იმყოფება ის ადამიანი, ვინც თქვენ ახლა აქ ჩაიფიქრეთ. ხო? ანუ აქ შეიძლება ასევე ენერგეტიკული ზემოქმედება იყოს, ხო, ნეგატიური ენერგეტიკული ზემოქმედება თქვენზე, ან იმ პიროვნებაზე, ვინც თქვენ აქ ჩაიფიქრეთ პირველ ვარიანტზე, ხო? ანუ ყველა შემთხვევაში აქ გვიჩვენებს, რომ რაღაცა გარემოების, რაღაცა სიტუაციის გავლენის ქვეშ ხართ. შეიძლება თქვენ მაგალითად ეჭვი გაქვთ, ხო, რომ აი მე აი რაღაცა ხო არ გამიკეთეს, ან ხო, რაღაცა მსგავსი, ხო? აი ამას გვიჩვენებს აქაც, ხო, შეიძლება შეცდოა ესეთი სიტუაციაც იყოს ნამდვილად თქვენთან, რომ თქვენზე რაღაცა ნეგატივი იყოს ან ადამიანზე, რომელიც თქვენ აქ ჩაიფიქრეთ. და სამყარო გეუბნებათ, რომ აქედან გაქცევა არის საჭირო, აი ამ ჩაკეტილი წრიდან, აი ამ რაღაცა ძალიან დიდი ხმაურიდან, აი ამ ძალიან დიდი წნეხიდან თქვენ გაქცევა გიწევთ, იმიტომ რომ იმ რეალობაში, რომელსაც თქვენ რეალურად არ ღებულობთ, რომელიც მიღება თქვენ რეალურად არ გსურთ, ამ რეალობიდან თქვენ უნდა გახვიდეთ. ეს თქვენი არ არის. იმ სიტუაციაში, რომელშიც თქვენ ხართ, ეს სიტუაცია თქვენთვის არ არის. აი ესეთი პირველი ვარიანტი იყო, აი ესეთი შეტყობინება მოვიდა, ესეთი ინფორმაცია მოვიდა თქვენთვის სამყაროსგან. მეორე ვარიანტზე გადავიდეთ, პირველი ვარიანტები მაინტერესებს და საინტერესო იქნება. თქვენი კომენტარები, გამოხმაურებები, როგორ რეზონირდება თქვენთან ეს გაშლა და გადავიდეთ ახლა მეორე ვარიანტზე და ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტებსაც ვეტყვი ბარემ, რომ შეგიძლიათ როგორც თქვენ თავზე მოусმინოთ ამ ვარიანტს, შეგიძლიათ მოусმინოთ სხვა პიროვნებაზეც, ხო? და მოდით ვნახოთ რა შეტყობინება მოდის თქვენთან სამყაროსგან, ხო? რა ინფორმაცია მოდის. იგივენაირად მეორე ვარიანტი, პირველ ვარიანტს მოусმინოთ აუცილებლად, იმიტომ რომ სიგნიფიკაცია, იგივეა, მოვიდა, აქაც ისევ და ისევ. თქვენი სული, თქვენი ენერგეტიკა ითხოვს განმარტოვებას, მაგრამ აქ კიდევ ემატება, ვაი, თუ არ გინდა განცალკევება, მაშინ შევხედავთ ეს. არ დავუშლით და შევხედავთ ეს რისი თქმა უნდა. მეორე ვარიანტებო. ასე იგი, პირველ ვარიანტს ხო უნდა მოусმინოთ, ეს უკვე გითხარით, მე მგონი, ხო? და ეხლა კიდე მნიშვნელოვანი რა არის აქ. აი ამ სიტუაციის მიუხედავად, რაც პირველ ვარიანტში არის, ანუ კიდევ ერთხელ გამეორდები, მოусმინეთ პირველ ვარიანტს აუცილებლად, იმიტომ რომ ეს თქვენი დასაწყისია და გაგრძელება იქნება ეს. აქ აი იმ სიტუაციასთან ერთად, რაც პირველ ვარიანტში ვახსენე, ხო? სიტუაცია, სადაც თქვენ განმარტოვება გჭირდებათ, სადაც თქვენ აი თითქოს იცით როგორ ხართ, აი ჩულანები რო იყო პატარა ან რაღაც ტექნიკური ოთახები ან მსგავსი რაღაც, ხო? შეძვრეთ შიგნით და აი გამოხუროთ აი ამ ყოველგვარი ხმაურისგან და აი ამ პრობლემებისგან, აი ამ თავსმოხვეული აზრების განსხვების
ზეგავლენისგან დაიცვათ თავი. და მიუხედავად იმისა, რომ თქვენს გარშემო აი თითქოს ყველაფერი ძალიან ბევრი რაღაცა ხდება ერთდროულად, აქ ჩანს ძალიან დიდი ოპტიმიზმი, ხო, ძალიან დიდი შინაგანი ძალა, რომელიც თქვენ გაქვთ. ანუ სამყარო გეუბნებათ, რომ საკმაოდ დიდი ძალა და ენერგია გაქვთ იმისთვის და საღი აზრი, საღი გონება იმისთვის, რომ თქვენ შეძლოთ და ებრძოლოთ აი იმ ნეგატივს, შეძლოთ და ებრძოლოთ იმ პრობლემებს, ხო, აი იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ რომ საკუთარი გავლენის ქვეშ მოგაქციონ, ცდილობენ რომ თავისი ცხოვრება გაგატარონ, ხო? შეძლებთ რომ ეს ადამიანები ჩამოიშოროთ. მაგრამ ამისთვის საჭირო იქნება დახმარება, ხო? ამას მარტო ვერ შეძლებთ. ანუ აქ ან მოძებნოთ. აი ხა ნახეთ, რა საინტერესო თამამდის. ან ეს უნდა იყოს ძალიან ახლო ადამიანი, რომელიც შეძლებს, რომელთანაც თქვენ დობა გაქვთ და შეძლებს თქვენს დახმარებას, თქვენს გვერდზე დგომას, ან ასევე შეიძლება ეს იყოს მაგალითად ადამიანი, ну, გააჩნია რა სიტუაციით ხართ წაჭერილი, ხო? იქიდან გამომდინარე შეიძლება ადვოკატი დაგჭირდეთ, შეიძლება მაგი დაგჭირდეთ და აი ამის მიხედვით, ну, ყოველ შემთხვევისთვის მარტო ამის მოხერხება გაგიჭირდება. თუმცა ამის შინაგანი ძალა, შინაგანი ენერგია თქვენ გაქვთ, მაგრამ ახლა საჭირო არის ასევე სხვა ადამიანის დახმარებაც. მაინც მოდით შევხედოთ, ხო, მეორე ვარიანტებს, რადგან გადაება პირველიც თქვენია, მეორეც თქვენია. შევხედოთ. ოხ. ერთი წუთით. სულ ერთი წუთით შემოკარგებო. შევხედოთ რა პრობლემა არის ისევ და ისევ ეს დაკავშირებული არის მაინც აი რაღაცა ენერგეტიკასთან, გუნებასთან, ხო, ეს არ არის მთლად ყოფითი პრობლემები. აქ მხოლოდ ყოფით მარტივ პრობლემებზე სამსახურს როდის ვიშოვე, ან როდის გამოვიცვლი, ან სასურველ მანქანას როდის ვიყიდი, აქ ამაზე არ არის საუბარი. აქ უფრო მაღალ ამბებზე არის, ხო, და ბევრად უფრო მნიშვნელოვანზე, ენერგეტიკულად ბევრად უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე არის აქ საუბარი. ძალიან საინტერესო მე პირველ ვარიანტში თქვი, ხო? ძალიან საინტერესო პიროვნება ხართ თქვენ თვითონ. ადამიანი, რომელსაც შეუძლია ასხრევი აავსოს ენერგიით, რომელსაც შეუძლია სხვებს მიუტანოს სიკეთე, შეუძლია ხალისი მიუტანოს, ხო, სიცოცხლის ხალისი დაუბრუნოს. ანუ საკმაოდ ესეთი კარგი პოზიტიური ენერგიის, ძლიერი ენერგეტიკის მატარებელი ხართ, მზრუნველი ენერგეტიკის მატარებელი ხართ, მაგრამ ეს ყველაფერი ახლა თავად გჭირდებათ თქვენ. და აი სწორედ ეს დახმარება, ეს გვერდში დგომა სხვა ადამიანისგან თქვენთვის საჭიროა, იმიტომ რომ საკუთარ თავს მხოლოდ თქვენ აქ როგორც ხედავთ ვერ მოერევით. აი რამდენი რამე გიტრალთ, აი ძალიან საინტერესო არკანი არის ეს, მინდა გაჩვენოთ თქვენი თავი, თქვენი საკუთარი თავი, აი რომ შევხედოთ ესე და აი ძალიან ბევრი ადამიანები თქვენს გარშემო, რომლებიც გიჩიჩინებენ, რაღაცებს გეუნებიან, გთხოვენ, გაიძულებენ, მოკლედ. ძალიან უხეშად რო ვთქვა და ცოტა უზრდელად ტვინს გიბურღავენ. აი თავი გაქვთ, ну, აი არ ვიცი, ხო? ძალიან დამძიმებული, ძალიან ბევრ რაღაცაზე გაქვთ საფიქრად. და ისევ თქვენთვის არის განმარტოვება საჭირო. ხო, აი ამ ადამიანებს, ხო, ის ადამიანები, რომლებსაც თქვენთან მოაქვთ ეს ნეგატივი, ხო, რომელსაც მოაქვთ თქვენთან რაიმე სახის, თუნდაც მინიმალური სახის იძულება თუ სხვა რამ, ეს ადამიანები უნდა მოიშოროთ. და მათ შორის იქ გქონდა ჩვენ, ხო, ენერგეტიკულ ნეგატივზეც საუბარი, ხო? ესეც, ხო, აი თითქოს პრობლემას ემატება, ხო? რაღაცა საკითხები მრავლდება ისეთები, რომლებიც გადასაწყვეტია თქვენი მოსაგვარებელია და იმის მაგივრად, რომ რამე მოიკლოს, ხო, საქმე მოგაკლდეთ, ამის ნაცვლად გემატებათ, სულ რაღაცა ციყვივით ესე ბორბალში ხართ და ტრიალებთ ამ ბორბალში სულ რაღაცის გამოსწორება გჭირდებათ.
მეორე ვარიანტი ძალიან საინტერესოა. მოусმინეთ პირველს და მეორეს, ხო? ნუ აქ ფაქტია, რომ თქვენ გჭირდებათ რაღაცა გარემოცვის მოშორება და მაშინ ეს რაღაცა ერთი ადამიანის ან რამდენიმე ადამიანის თუნდაც, ხო? ჩამოშორება, ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ, ეს შეიძლება იყოს ხო გითხარით, მეგობარი, შეიძლება იყოს, არ ვიცი, ვიღაცისთვის ადვოკატი, ვიღაცისთვის, არ ვიცი, მოსამართლე, ვიღაცისთვის ექიმი, ვიღაცისთვის მაგი, ვისაც ენერგეტიკული პრობლემები აქვს, ხო? ჯადოები და მსგავსი რაღაცეები, ვისთანაც არის და იმიტომ რომ აქ გვიჩვენა ესეთი სახის ზემოქმედებაც, რომ შეიძლება იყოს ვიღაცაებთან მოგეხსენებათ საჯარო გაშლა არის, ხო? მაგრამ ნუ მარტო გამკლავება არა. უბრალოდ აქ გვიჩვენებს რას, რომ თქვენში არის ძალიან ბევრი სინათლე. ამ სინათლის ჩაქრობა და ჩახშობა არ შეიძლება. სამყარო გირჩევთ, რომ არ ჩამოყაროთ ყურები. ყველაფრის გამოსწორებას შეძლებთ, ყველაფრის დალაგებას შეძლებთ. თავარია თქვენ თვითონ თქვენივე სინათლე, აი შინაგანი სინათლე და ენერგია, ძალა, რომელიც თქვენში არის, რომელიც თქვენთან შიგნით არის, თქვენ თავად იწამოთ და დაინახოთ ეს. და ასეთ შემთხვევაში მე უკვე თავისთავად უკვე გამოჩნდება ის ადამიანიც და იპოვით ისეთ ადამიანს, რომელიც მიხვდებით თუ რაც არის მოკლედ. რომელიც შეძლებს თქვენ დახმარებას და ასე შემდეგ. აი ესეთი გამოვიდა მეორე ვარიანტი. და გადავიდეთ ახლა ჩვენ მესამე ვარიანტზე, ვინც აირჩია ვარდისფერი კვარცი და ვნახოთ რა ხდება. ჩემო ძვირფასო მესამე ვარიანტი, ისე მოხდა, რომ პირველი და მეორე ვარიანტი ერთმანეთს გადაება, არ ვიცი, შეიძლება აქაც იგივე მოხდეს, თუ ასეთი იქნება, რა თქმა უნდა, ვიტყვი, ჩემ გაშლებში ხშირად ხდება ხოლმე, რომ ვარიანტებზე ვაკეთებ გაშლას, მაგრამ თემატურად გადაებმებიან ხოლმე ვარიანტები და თითქოს ერთი ადამიანის ისტორიას გვეყვებიან და მას ასე დავიწყოთ, რა შეტყობინება მოდის თქვენთვის სამყაროსგან, რა შეტყობინება მოდის თქვენთვის სამყაროსგან. ტარო მეუბნება რომ იცანით ალბათ მესამე ვარიანტი მეორე ვარიანტს თუ ნახავთ ყველა ამით იწყება არა და აქ 170 არკანია ესეთი რა ხდება დიახ მესამე ვარიანტი მოусმინეთ პირველ და მეორე ვარიანტს პირველი ვარიანტები დამეჩქარენ მხოლოდ ჩაგრნენ მაპატიეთ მხოლოდ იმიტომ რომ მე ნამდვილად არ ვიცოდი რომ მეორე და მესამე ვარიანტი გადაებმებოდა ერთმანეთში მაგრამ სათაურში ჩავსვავ რომ უყუროთ მოკლედ მესამე ვარიანტებო დაიწყეთ პირველი ვარიანტით მე მოусმინეთ მეორე ვარიანტს და აქ უკვე დამაგვირგვინებელი ამბავი გვაქვს აქ ნუ რას გვევნება აქ ტარო გვევნება რომ ეს ყველაფერი ეს ერთი რაღაცა მთლიანი სისტემის ნაწილი ნახეთ რა ასეთ მინიშნებას გაძლევთ სამყარო რაღაცა ერთი მთლიანი სისტემის ნაწილი არის ეს ყველაფერი და მათ შორის ის რომ საჭირო არის თქვენი განმარტოება, გამოცალკევება რაღაცისგან. თუნდაც ეს შეიძლება იყოს გარდა იმისა, რაც მე ვახსენე პირველ და მეორე ვარიანტში. თუნდაც შეიძლება ეს იყოს მაგალითად რომ საჭიროა თქვენ წამოხვიდეთ ძველი სამსახურიდან, ხო, დაანებოთ თავის ძველ სამსახურს, იმიტომ რომ დაიწყოთ ახალი. ხო, ნუ არ ვიცი. ნახავთ ახლა რომ იგივე აბსოლუტურად იგივე არკანები მოდის აქაც და გვეუბნება აქაც იგივენაირად ხო თქვენი პრობლემები იცით რა არის რამდენადაც შინაგანად ბრწყინავთ თქვენ რამდენადაც შინაგანად თქვენ ძალიან ნათელი სუფთა მზრუნველი ენერგიის პატრონი ხართ იმდენად უმადური და აი კისერზე წამომჯდარი ადამიანები არიან თქვენს გარშემო სამწუხაროდ ხო რომლებსაც მუდმივად ჭირდება თქვენი ენერგია რომელსაც მუდმივად ჭირდება თქვენი დახმარება ნუ ენერგიას როცა გულისხმობ შეიძლება ეს ნეგატიურ ასპექტშიც იყოს იმიტომ რომ აი რომ მოусმენთ პირველ და მეორე ვარიანტს მე იქ ვახსენებ და ვამბობ რომ აქ შეიძლება მათ შორის საუბარი იყოს მაგიურ ზემოქმედებაზე ანუ ენერგეტიკულ ნეგატიურ ენერგეტიკულ დარტყმებზე თქვენს ენერგეტიკაზე და ხო აქ შეიძლება დიდი ალბათობით ეს იყოს ხო ანუ რას გეუბნებათ რომ თქვენ მიუხედავად იმისა რომ ხართ სუფთა ადამიანი
ხო, შეიძლება სხვას არ უსურვებთ, არ უკეთებთ ცუდს, არ უსურვებთ ცუდს, ხო? სამწუხაროდ თქვენს გარშემო ძალიან ბევრი ნეგატიური ადამიანია და არიან ადამიანები, ნუ აი სამი ვარიანტია კი ვისტარო ამას და აქ უკვე გაგრძელებას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ თქვენს მოусმენთ ყველა სამივე ვარიანტს და ნახავთ, რომ ერთი და იგივე ისტორია მეორდება სამივე ვარიანტში. და აუცილებელი არის აქ, აიცით, აი ცოტა ხანი გამოხურით კარები, დაფიქრდით, თითქოს გეუბნები, ვიღაცა გეუბნება, არა, სისულელია, ესე არ გააკეთო, მოკლედ ძალიან ბევრი გაარგებთ ჭკუას. ერთი იქით, მეორე აქეთ, შევა თქვენ რაღაცა გამოსავალს ხედავთ, მე იქ დაგალოჭკებიან კიდე ვიღაცები გეუბნებიან, რომ ოჯახის წევრები რომ არა, სისულელია, ესე არ გააკეთო და მსგავსი რაღაცები, ხო? უსმინეთ თქვენ თავს, თქვენში ძალიან დიდი ინტუიცია არის, ძალიან დიდი ენერგია არის, ძალიან დიდი სინათლე არის. შესაბამისად, თქვენ ძალიან კარგად შეგიძლიათ დაინახოთ სად არის გამოსავალი. ის რაც ვახსენე, რომ გჭირდებათ სხვა ადამიანის, ხო, გვერდში დგომაც, ხო, მარტო ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე რომ ვერ შეძლებთ გამკლავებას ყველაფერთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ნუ უსმენთ ნურავის. თქვენ თვითონ მოძებნით ამ ადამიანს, თქვენ თვითონ იპოვით გამოსავალს, თქვენ თვითონ იცით სად არის პრობლემა რეალურად, ხო? აი მაინც მინდა რომ შევხედო და თუ და მიდასტურებს და რომ, მაგრამ რეალურად თქვენთან არის ისეთ რა, რეალურად თქვენ ძალიან კარგად იცით ყველაფერი. მოდით, ხო? კი ბატონო. ძალიან კარგად იცით თქვენ ყველაფერი. ძალიან კარგად იცით ყველაფერი და ამაზე თვალს ხუჭავთ უბრალოდ. ძალიან კარგად იცით აი ეს ბოროტი ადამიანები ვინც არიან, ვინ არიან, ხო? ვინ გიგეთებთ სულს, აი ამასაც ძალიან კარგად ხვდებით, თუნდაც ინტუიციაა ძალიან კარგად ხვდებით. ისიც იცით, მაგრამ აი სხვისი ცხოვრებით, სხვაზე ანგარიშის გაწევა გიწევთ. ხო? რაღაცეების გამო თვალების დახუჭვა გიწევთ, რაღაცეების გადაყლაპვა გიწევთ. არ შეიძლება სამყარო გაფრთხილებთ თქვენ, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება თქვენთვის და დამღუპველია, იმიტომ რომ ის ვინც უარყოფს საკუთარ თავს, ის უარყოფს სამყაროს. დაიმახსოვრეთ ეს. აი ესეთი გაშლა გამოგვივიდა ჩემო ძვირფასებო, სამივე ვარიანტი აღმოჩნდა საერთო და მოусმინეთ სამივე. სათავშიც დავწერ აუცილებლად, რომ პირველმა ვარიანტებაც ნახონ, რომ სამი ვარიანტს უნდა მოусმინოთ სამივეს. ველოდებით თქვენს გამოხმაურებას, იმედია გაშლა მოგეწონათ, ისევ და ისევ მაქვს შეგრძნება, რომ ვიღაცისთვის კონკრეტულად საუბრობდით, ვიღაცამ ვერ გაიგო. მე მგონი ბოლომდე რაღაცა და ცდილობს ტარო რომ გააგებინოს. ველოდებით თქვენს გამოხმაურებას. ყველას ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩემ არხზე, რომ უყურებთ ჩემს გაშლებს, რომ მისმენთ. ყველას თითოეულ თქვენთაგანს, ვისაც გამოწერილი აქვს და მოწონებული აქვს ჩემი არხი, თითოეული კომენტარისთვის, ვიდეოების მოწონებისთვის, ყველას ძალიან დიდი მადლობა. მეულევ ბედნიერებას, სიყვარულს, სიხარულს და კეთილდღეობას გისურვებთ.